ნახოთ ბნელი ენერგია. ბნელი ენერგია ეს არის ძალა, რომელიც ამ სამყაროს აფართოვებს და ერთმანეთისგან აშორებს galaktikებს. ეს არის ენერგიის ფორმა, რომელსაც ახასიათებს ანტიგრავიტაცია. კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ბნელი ენერგია რომ არ არსებობდეს, სამყაროს გაფართოვება არ იქნებოდა და სამყაროს გაფართოვება გამუდმებით ჩენელდებოდა. ჩვეულებრივი მატერია და ბნელი მატერია ერთმანეთს მიზიდავდა და ბოლოს შევიჭეჭყებოდით. რადგან მატერიები ერთმანეთს იზიდავენ. და აქ თავარი ნიუანსი რაც არის, რომ სამყარო ფართოვდება აჩქარებულად. ესე კი წარმოიდგინოთ, რომ რაღაცა აფეთქდა და აფეთქება იშლება და შემდეგ ეს გაშლა ნელდება. და თან ეს რაც გაიშალა ეს ხო მატერია ერთმანეთს იზიდავს და გაშლა უნდა ნელდებოდეს. და ძალას კარგავდეს. მაგრამ სინამდვილეში პირიქით ხდება. და ეს გაშლა უფრო ჩქარდება და რაც უფრო შორს არის ერთმანეთისგან, მით უფრო ჩქარა მიდის ეს ყველა მხარეს. ბნელი ენერგიის გარეშე ეს გაშლა აუცილებლად უნდა ნელდებოდეს. ის სცენარი ხო ვთქვით, რომ ბოლოს რაღაც უნდა შეიჭეჭყოს, მაგრამ სამ შეიჭეჭყება ხომ უნდა ნელდებოდეს და არ ნელდება. ყველანაირი თანამედროვე კვლევები და დაკვირვებები ადასტურებს, რომ სამყარო ფართოვდება აჩქარებულად. და ეს არის ბნელი ენერგიის დამსახურება. Edwin Hubble-მა 1929 წელს დაადგინა, რომ სამყაროში galaktikები შორდებიან ერთმანეთს. და რაც უფრო შორს არის galaktika, მით უფრო სწრაფად შორდება. ეს ხო ძალიან რევოლუციური და სიგიჟე აზრი. და მან საერთოდ ყველაფერი შეცვალა, რადგან თუ სამყარო დღეს უფრო სწრაფი ტემპით ფართოვდება, ვიდრე გუშინ ფართოვდებოდა და ასე გრძელდება მილიარდობით წელი, ეს ნიშნავს, რომ სამყარო ცოცხალია და დროის განმავლობაში იცვლება. ამან დაამხო ნიუტონის შეხედულება სამყაროზე, რაც მანამდე იყო მიღებული, რომ სამყარო იყო უცვლელი და მუდმივი და სტატიკური.